DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.4%-ით და აქედან გამომდინარე პირველი 9 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.7%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში. 2025 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 14.2%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები შემცირებულია დაახლოებით 0.3%-ით. სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6300 ახალი საწარმო, აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით დაახლოებით 1%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს. შემცირება ძირითადად ადგილობრივ მეწარმეებზე მოდის. 9.2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 15 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში და ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადრომების წარმოების მაჩვენებლები, გაიზარდა ასევე კვების მრეწველობაში გარკვეული სასაქონლო ჯგუფების წარმოების მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 34%-ით არის გაზრდილი ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. დაახლოებით 2.4-ჯერ არის გაზრდილი ფეროსილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად იტალიის და თურქეთის მიმართულებით. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლებით, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. გარდა ამისა, პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა ასე ვთქვათ, საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკაში დაახლოებით 6.8%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 9%-ით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ტრადიციულად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT სექტორში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო სარეკლამო სააგენტოების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაზრდილია იურიდიული სააგრიცხო საქმიანობების, ბიზნესის და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მაჩვენებელი. როგორც თავიდანვე გითხარით, ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს გახლავთ ერთ-ერთი მშენებლობის სექტორი, ამ შემთხვევაში შემცირება ძირითადად მოდის სამოქალაქო მშენებლობაზე, შემცირებულია გზების, ავტობანების, ხიდების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ცემენტის და კლინკერის იმპორტი, დაახლოებით 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. ასევე ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ რამდენიმე წუთია ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და მშენებლობით დასრულებული ობიექტების შესახებ, სადაც 9 თვის მონაცემებით გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია ვლინდება, დაახლოებით 2.8%-ით არის შემცირებული მშენებლობასთან გაცემული ნებართვების მოცულობა და დაახლოებით 5.6%-ით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობის მაჩვენებელი. ასევე შემცირება გამოვლინდა
ენერგეტიკის სექტორში, როგორც გითხარით და კლება ძირითადად დაკავშირებული იყო თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის შემცირებასთან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.